ევროპა ახლა გრძალავს ფილმებს. დიახ, ზუსტად ისა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში. გერმანიამ გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი, რომლის ტრეილერსაც ახლა გაჩვენებთ, გერმანიის მოქალაქეებმა არ უნდა ნახონ, რადგან შეიძლება დაალდობის წახალისება გამოიწვიოს. სხვა ძალადობრივი ფილმებისგან განსხვავებით, ამ ფილმს აქვს გარკვეული პოლიტიკური გზავნილი. მოდით ვნახოთ, შეძლებთ თუ არა გამოიცნოთ ეს, სანამ ტრეილერს უყურებთ. ბიჭი, სიმართლე ესეთია. თქვენ ყველა იყენებენ. რა თქმა უნდა. თვითმოსამართლე მოქალაქე სამართლიანობას ახორციელებს, რომელსაც ზოგიერთი თვლის, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო. ის მიზანში იღებს როგორც კრიმინალებს, ასევე ძალაუფლების მქონე პირებს, რომლებსაც ადანაშაულებენ დანაშაულის უკონტროლოდ გავრცელებაში. ჩემზე ბევრი რამ თქვეს. ამიტომ ვფიქრობ, უნდა მოისმინოთ ეს პირდაპირ ჩემგან. აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ კონტროლის დაბრუნებაში. სახელმწიფო, სასამართლოები, პოლიცია. თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ვერ დაგეხმარნენ, მაგრამ ასე არ არის. არა, ისინი მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ გაკონტროლონ. გსურთ სამართლიანობა? ეხლა ამ ფილმის ამ ეტაპზე უნდა გკითხოთ საკუთარ თავს. რას იგრძნობდა გერმანიის სახელმწიფო აკრძალვის აუცილებლობას, თუ ეს სიმართლე არ არის? ეხლა თქვენ ყველამ ნახეთ მილიონი მძაფრი სიუჟეტიანი ფილმი, რომელთა სიუჟეტებიც მთავრობებს ეწინააღმდეგება და ისინი არასდროს იკრძალება. მაშ, რა არის ამ კონკრეტულ ფილმში ისეთი, რომ არ სურთ ნახოთ? მოითმინეთ. დიახ, მოდით ახალი ხალხი დავიმატოთ. ქუჩაში რომ გაიარო, ან დაგჭრიან, ან გაგძარცვავენ. ის ნამდვილი გმირი. მეტი ესეთი ადამიანი გვჭირდება. რას აკეთებ შენი ქვეყანა? არაფერს. ჩვენი ამჟამინდელი სისტემა ვერ იცავს ჩვენს მოქალაქეებს. ის ნამდვილია, როგორც ჩანს. ის ჩვენით თამაშობს. რა მოხდება თუ ყველაფერი, რასაც ოდესმე გასწავლიდნენ, სრული სისულელია? ჩვენ შეგვიძლია ისტორიის შეცვლა. მოქალაქე თვითმოსამართლე. ეს არის ისტორია, რომელსაც გრძალავენ, რადგან ეშინიათ, რომ ეს შეიძლება ძალადობისკენ უბიძგოს მიგრანტების წინააღმდეგ. თუმცა ანი და პროდიუსერი ამტკიცებენ, რომ ისინი ნაცისტები არ არიან. კარგი, რა ხდება? ეს არის ფილმი ბიჭზე, რომელიც აცნობიერებს, რომ სახელმწიფო მას და მის ქვეყანას იმ ძალადობისგან არ დაიცავს, რაც ხდება ძალადობისგან, რომელსაც ჩვენგან უმეტესობა ადასტურებს. და ამიტომ ის გადაწყვეტს თავად აიღოს საქმე საკუთარ ხელში. რა თქმა უნდა, ეს რეალური სიუჟეტი არ არის. პრობლემა ის არის, რომ ეს წარმოუდგენლად და უცნაურად გავს იმას, რაც ჩვენ ყველამ თითქოს გვინდა, რომ ჩვენ საკუთარ ქვეყნებში მოხდეს. და თქმა უნდა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს თვითმართმსაჯულებს, რომლებიც რაიმე ფორმით ძალადობენ. თუმცა იდეა, რომ შესაძლოა არ დაგვჭირდეს ბრძოლა იმ ბოროტ ძალებთან, რომლებიც ჩვენს ქალაქებში ამ ძალადობის ზრდას უშვებენ, ეს არის ის, რისიც გერმანიის მთავრობას იმდენად წარმოუდგენლად ეშინია, რომ სურს ამ ფილმის აკრძალვა. მოდით წავიკითხოთ ამის შესახებ. მოქმედებითი თრილერი მოქალაქე ვიჯილანტი მთავარ როლში არნი ჰამერია. მათთვის, ვინც არ იცით, ის თავისთავად ძალიან საკამათო ფიგურაა. სწორედ ამიტომ შეძლო ამ როლის შესრულება. და რეჟისორ ბულის თქმით, გერმანიაში ის აკრძალეს უკიდურესი ძალადობისა და სავარაუდო ანტიმიგრანტული გზავნილის გამო. ფილმი, რომელსაც სიკვდილის სურვილის თანამდროვე ვარიაციად მოიხსენიებენ, აშშ-ში გამოდის პარასკევს ქუივერის მიერ. რეიტინგების სისტემამ გერმანიაში ჩვენთვის რეიტინგის მინიჭებაზე უარი თქვა. ასე რომ ეხლა შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიიდან ან შვეიცარიიდან Blu-ray-ით ჩამოიტანთ, უთხრა ბულმა Daily Telegraph-ს, მაგრამ ვფიქრობ ეს განზრახ გააკეთეს. ეს იყო განზრახ ცენზურის გეგმის გადაწყვეტილება. ადვოკატი დავიქირავე, რომ საჩივარი შემეტანა, მაგრამ დავმარცხდით 6-2 ხმით, რადგან მითხრეს, რომ ფილმი მიგრანტების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებას იწვევდა. ეხლა მითხარი, რამდენი მოქმედებითი ფილმი გინახავს, რომელიც ზოგადად სხვადასხვა მოსახლეობის, სხვადასხვა ტიპის ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას აღვივებს? ალბათ უამრავი ფილმი გინახავს, სადაც ბოროტს თეთრკანიან კაცს, მდიდარ კაცს ან კორპორაციის მფლობელს უპირისპირდებიან. და ასეთი ფილმები არასდროს იკრძალება, რადგან გვესმის, რომ ეს უბრალოდ ფილმებია და მათი მიზანია მოქმედების ჩვენება. მაგრამ კონკრეტულად აქ, როცა ამბავი თითქმის რეალისტურად ჟღერს, გერმანია იმის თქმას, რომ არ უნდა ვახალისებდეთ თვითმართმსაჯულების ნარატივებს. მაგრამ თუ ამის ასეთი საჭიროება არსებობს და ასე გვეშინია, იქნება ამ თვითმართმსაჯულს რაღაცაში მართალიც აქვს. არა, ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ ცენზურას ენდობიან. Variety-მ კომენტარისთვის გერმანიის რეიტინგულ ორგანიზაცია FFSK-ს მიმართა.
ფილმი მოქალაქე თვითმართვმსაჯული, რომელიც იწყება იმით, რომ დედას კრიმინალები შვილის თვალწინ დანით სასიკვდილოდ დაჭრიან, ჰამერ სანდერსის როლში წარმოგვიდგენს. ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც აღშფოთებულია კანონისა და წესრიგის რღვევით და გადაწყვეტს თვითმართვმსაჯულებას მიმართოს კრიმინალებსა და კორუმპირებულ მოხელეებზე, რომლებიც მათ იცავენ. მისი სამიზნეები ძირითადად, მაგრამ არა მხოლოდ მიგრანტები არიან. შემდეგ ისინი განაგრძობენ საუბარს იმაზე, რომ ჰამერი პრობლემური პიროვნებაა. საუბრისას არმი ჰამერის მთავარ როლზე დამტკიცების გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2021 წელს სექსუალურ დაალდობაში არაერთი ბრალდების წინაშე აღმოჩნდა, ბალმა თქვა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ის შესანიშნავი მსახიობია და ასევე იმიტომ, რომ ის გააუქმეს და მუშაობა სურდა. თანაც მის წინააღმდეგ არც ბრალდება იყო და არც სასამართლოს არჩელი. ის უბრალოდ ცნობილი ბიჭი იყო, რომელმაც რაღაცები ჩაიდინა. ის სიმპათიური და ქარიზმატული ბიჭია, რომელიც ჯეიმს ბონდი შეიძლება ყოფილიყო. სინამდვილეში ის იდეალური იყო ამ როლისთვის. მოდი ვნახოთ, რას ამბობს ბალი. მე ხო იცით, დიდი ხანია თქვენი ფილმების გულშემატკივარი ვარ. Far Cry ბავშვობაში ჩემი ძმის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი იყო. Აც კი ვიცი, რამდენჯერ გვიყურებია ერთად. მაგრამ თქვენ გაქვთ ახალი ფილმი, Citizen Vigilant. ეხლა ახალი ამბავი ისაა, რომ ფილმი გერმანიაში აკრძალეს. შეგიძლიათ გითხრათ, რა არის ზუსტად ის საკამათო საკითხი, რაზეც საუბრობენ. დიახ, ფილმში არმი ჰამერი ცხოვრობს ხორვატიაში, მდიდარი ბიზნესმენის როლში და ის სამართლიანობას აღადგენს ძირითადად. და ის სოციალური მედიის გმირად იქცევა. სხვათა შორის ეს ბევრ ფილმში ანანახი. არის ერთი ბიჭი, ხედავს რომ რაღაც არასწორია, გადაწყვეტს იბრძოლოს ამისთვის, სპაიდერმენი, ანუ სუპერმენი. ეხლა სპაიდერმენი გერმანიაში არ აუკრძალოთ, იმიტომ რომ ის ასწავლის უფროს კლასელებს, რომ წავიდნენ და გადაარჩინონ მსოფლიო. არა. მაგრამ ეს ფილმი კი აუკრძალოთ, ძალავთ. ერთ-ერთი რამ, რასაც ის აკეთებს, არის ის, რომ ის ებრძვის ჯგუფური გაუპატიურების ჩამდენებს. ისეთ ხალხს, რომლებიც ამას აკეთებენ. მათ ჯგუფურად გააუპატიურეს გოგონა, 15 წლის გოგონა და მან კითხა გოგონას, გრძნობს თუ არა, რომ მიიღო რაიმე სახის სამართლიანობა. და გოგონამ უპასუხა, რომ არა, რადგან რეალობა ისაა, რომ ევროპაში ბევრი ჯგუფური გაუპატიურება, რომელსაც მიგრანტები, ახალგაზრდა მიგრანტები სჩადიან, რეალურად არ იდევნება სამართლებრივად. ეს სიმართლეა. სხვათა შორის მე ჰოლივუდის განდიდებას არ ვემხრობი. ვფიქრობ, რომ ფილმებში ხშირად ძალიან საშიში გზავნილებია. ეს არ მომწონს და არ ვაფასებ ამას. მაგრამ მე მჯერა, რომ თუ ისტორიას აქვს გზავნილი, მაშინ ადამიანებს უნდა ქონდეთ უფლება მოისმინო და ნახონ ის და თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ახალგაზრდა გოგონების ისტორია, რომლებმაც ვერ მიიღეს სამართლიანობა იმ საშინელი ამბებისთვის, რაც მათ ემართებათ, ზუსტად ის ისტორიაა, რომლის ნახვაც გინდოდათ ჰოლივუდურ ფილმში. არ ვიცი, ბალი ჰოლივუდიდან არის თუ არა, მაგრამ იდეა იგივეა. გსურთ მოისმინოთ ის ისტორიები, რაც ხდება. და თუნდაც ეს გამოგონილი იყოს, ჩვენ ყველანი ვუყურებდით გამოგონილ ფილმებს. საზაცილოა, რომ ამას გრძალავენ, მაგრამ ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს. ის ავრცელებს ნარატივს, რომლისაც მთავრობას ეშინია. რომ ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ საქმის საკუთარ ხელში აღება და აღარ ენდონ სახელმწიფოს, რადგან სახელმწიფო პრობლემის ნაწილია. ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სურთ. მათ არ უნდათ ანარქია. ამიტომ ვიმესთვის ამ იდეის ჩანერგვაც კი ისეთი რამ არის, აკრძალვასაც ისინი არ მოერიდებიან. სამწუხაროდ მათთვის, რაც უფრო ცდილობ რაღაცის აკრძალვას, მით უფრო მეტი ადამიანი ეძებს მას. ადამიანები თავს არიდებენ პასუხისმგებლობას. და იყო შემთხვევა ჰამბურგში, გერმანიაში 3 წლის წინ, სადაც 12 ახალგაზრდა მიგრანტი, ისინი საერთოდ არ წავიდნენ ციხეში და ეხლა თავისუფლები არიან და იმავე ქალაქში ცხოვრობენ, სადაც ის ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობს, რომელიც მათ გააუპატიურეს. ეს საზიზღარია და საძაგერია. ეს არის ამბავი, რომელიც უნდა იყოს მოყოლილი. ნამდვილი ისტორიებია ფილმების მიზეზი. ეს მხოლოდ გამოგონილ ამბავს არ ეხება. ეს იმისთვისაა, რომ ჩვენ შევძლოთ მეტი ვისწავლოთ იმ მოვლენებზე, რაც მსოფლიოში ხდება და რაზეც სხვაგვარად ვერ გავიგებდით. ამ აკრძალვის ირონია კი ისაა, რომ მე ალბათ არასდროს უყურებდი ფილმს Citizen Vigilant. ალბათ არც კი გამეგო მის შესახებ. მაგრამ ეხლა როცა ისინი ცდილობენ მისი დახურვას, რადგან ეშინიათ იმ რიტორიკის, რაც შეიძლება გამოიწვიოს, ეს ჩემთვის უკვე ისაა, რაც მინდა ვნახო. და დარწმუნებული ვარ, თქვენგანაც ბევრი ასე გრძნობს. ეს არის პოსტერი. თუ ნილბერგის ფილმი იმდენად აქტუალურია, რომ გერმანია მისი აკრძალვა გადაწყვიტა, ალბათ რაღაც სწორად კეთდება. სიუჟეტი ასეთია. ამერიკელი მამაკაცი ევროპაში ებრძვის მნიშვნელოვან მიგრანტების მიერ ჩადენილი გაუპატიურებების ეპიდემიას, რადგან ევროპელმა ლიდერებმა უღალატეს და ვერ დაიცვეს საკუთარი ხალხი. როგორც ჩანს, ეს 2026 წელს აკრძალულია. ანი ჰამა. მართლა შოკის მონგროლია, რომ ამას გრძალავენ. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც თქვენს შვილებს ასწავლით. მე მას ვასწავლი ყურანის ღირებულებებს და ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს. მაპატიეთ რომ ასე მოვიქეცით, გვეგონა რომ ასე სუნდოდა.
თქვენ გეგონათ რომ მას უნდოდა რომ ძალით დაგეჭირათ და ბუჩქებში შეგეთრიათ და წვეულების ნაწილი ყოფილიყო. თქვენ გეგონათ რომ მას უნდოდა რომ პირზე ხელი აგეფარებინათ, სანამ თქვენი 7 მეგობარი რიგრიგობით აუპატიურებდა. მას ბუჩქები და ხელებითა და მუხლებით გამოძრომა მოუწია. და ახლა ის ყოველდღე შიშით ცხოვრობს იმის გამო, თუ რას გააკეთებთ თქვენ და თქვენი მეგობრები, მას შემდეგ რაც გამართლდით. სხვათა შორის ძალიან კარგი სამუშაო იყო თქვენი ადვოკატის მხრიდან, როცა ისინი მსხვერპლად წარმოაჩინა. რა იყო ეს? ტრავმული ინტეგრაცია. ეხლა ნამდვილად ვიღებთ ფსიქოლოგიურ დახმარებას და მხარდაჭერას. მომავალში უკეთესები ვიქნებით, ამას გპირდები. ეს სწორია პასუხია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ თქვენი სოციალური მედიის გვერდებზე ამ შემთხვევის შემდეგ არ მინახავს სინანული. ან ემპათია. სინამდვილეში მგონი თქვით, რომ მან დაიმსახურა გაუპატიურება. რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ ისინი არასწორად იცვამენ და ბიჭებს აღაგზნებენ თავიანთი მინი-მინი კაბებით. აჩვენებენ ფეხებს და მკერდს. თქვენ დაწერეთ, რომ მან დაიმსახურა ეს. მე ამას წავშლი. ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც თქვენს შვილებს ასწავლით. მე მას ვასწავლი ყურანის ღირებულებებს და ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს. თუ ეს არის თქვენი ღირებულებები, რომ ქალები ამერიკაში და ევროპაში იმსახურებენ გაუპატიურებას ჩაცმულობის გამო, მაშინ რატომ ჩამოხვედით აქ? თქვენ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომია და თქვენ საშიში ცხოვრება გაქვთ. ამიტომ ვართ აქ. და მგონი ეს თქვენც იცით. იცით რას ვფიქრობ? მე არ ვფიქრობ, რომ თქვენს ქვეყნიდან კარგები წავიდნენ. ვფიქრობ, ცუდები წავიდნენ, ცუდები წავიდნენ. და მგონი თქვენთან ერთად თქვენი არქაული ღირებულებების სისტემა წამოიღეთ. რა ჯანდაბა მოხდა, რა გჭირს? სამწუხაროდ, ფილმების ყურება, რომლებიც მართლაც რთულ თემებს ეხება, არასასიამოვნოა. და მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს, რომ ეს ნახე და ვიცი, რომ ყველაფერი ყალბი იყო, იმ კლიპის დასაწყისში მთელი დიალოგი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო. და ეს არის დიალოგი, რომელსაც ყველა უნდა ვუსმენდეთ, ვიყოთ ინფორმირებული, ვიფიქროთ და გავიგოთ. რადგან თუნდაც ეს დისკომფორტს ვერც გვიქმნიდეს, ეს არის სიმართლე იმისა, რასაც ახლა ვხედავთ. და სწორედ ამიტომ აკრძალა გერმანიამ ეს ფილმი. იმიტომ რომ ეშინიათ ხალხი მიხვდება რამდენად მძიმეა სიტუაცია, რომ იგრძნობენ თავად უნდა იმოქმედონ. და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ არ გვჯერა, რომ ხალხმა თავად უნდა იმოქმედოს და არ გვჯერა ძალადობის არც ერთ ფორმაში. ჩვენ გვჯერა ადამიანების. მიხვდნენ რა მასშტაბისა ის რაც ხდება. და გააცნობიერონ, რომ როდესაც საუბრობთ რემიგრაციის იდეაზე, ან იმ ადამიანების გაძევებაზე, ვინც ასე ექცევა ჩვენს მოქალაქეებს, თანაგრძნობა შეიძლება არ იყოს სწორი გზა. არის თუ არა ძალადობა პასუხი? არა. მაგრამ არის თუ არა თანაგრძნობა პასუხი? ცალსახად არა. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.